Ქალაქი ამბობს, რადიო ქალაქზე. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ქალაქი ამბობს. მე ვარ მისი წამყვანი შორენა ცხოვრებაშვილი. დღეს ვისაუბრებთ მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ძირითადად. ჩემი სტუმარია თათა ჭანტურია. თათა, მოგესალმებით. მადლობთ, რომ კიდევ ერთხელ იღებ მონაწილეობას გადაცემაში. დავიწყოთ. პირველი კითხვა მაქვს ასეთი. დავიწყოთ ჯერ პატარა ანუ არა მოზარდებისგან, არამედ უფრო პატარა ასაკის ბავშვებისგით. ხშირად გაგვიგია, რომ პატარა ამან რა უნდა გაიგოს, მე როგორც მინდა ისე იქნება. არის ეს შეცდომა პირდაპირ საქმეზე, რომ გადავიდეთ. არის ეს შეცდომა ბავშვთან ურთიერთობაში? მადლობას გადაგიხდით ეს მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. მიხარია რომ კიდევ ერთხელ ვარ ამ სტუდიაში. მე ცალსახად მგონია რომ ეს არის შეცდომა. შეიძლება რაღაცა ცოტა რადიკალურად ჟღერდეს ახლა ეს, მაგრამ მგონია რომ ერთგვარი დანაშაული არის, როდესაც ჩვენს სურვილებს, ჩვენს ნებას, ჩვენს გადაწყვეტილებებს თავს ვახოთ ბავშვებს. ანუ ვერ აღვიქვამთ ბავშვებს პიროვნებად? კი, ნამდვილად ეს არის. აი ადამიანებს ძალიან უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ განსაკუთრებით დედებს, რომ რადგან 9 თვე მუცლით ატარებდნენ ამ ბავშვს და მათი სხეულის რაღაც ორგანული ნაწილი იყო და ეს მართლა ეს კავშირი სრულიად აუხსნელი არის, არა, რომ რაღაცა შენ სხეულში არის ახალი სიცოცხლე, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს ბავშვი დაიბადება და როგორც კი ქვეყანას მოევლინება და პირველად ჩაისუნთქავს ჰაერს, ის არის უკვე დამოუკიდებელი ინდივიდი და მას აქვს საკუთარი ნება, სურვილები, მას აქვს უფლება რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები და მშობლებს ძალიან უჭირთ ამის გაცნობიერება, რომ ის არ არის მათი საკუთრება. და ცხადია, რომ მშობლების სურვილები უმეტეს შემთხვევაში უკავშირდება, ისინი თვლიან, რომ არის ბავშვისავე საკეთილდღეოდ, ხო? თქვათ, უნდათ რომ რაღაც წრეზე ატარონ, უნდათ რომ ბევრი უნარი შესწინონ, რაც თვლიან, რომ ცხოვრებაში გამოადგებათ, მაგრამ მიღმარჩებათ ერთი მთავარი რამ, რა ხდება იმ პატარა ინდივიდის ტვინში. ხო? თქვათ, როდესაც რაღაცას აპროტესტებს, ჩვენ გონია, რომ ეს რაღაცა მისი სიჯიუტის ბრალია, ნუ რანაირი ხასიათი აქვს. სინამდვილეში ეს აი სუპატარაობიდანვე, თქვათ 3 წლის ასაკიდან, როდესაც ის ცდილობს, რომ რაღაც თავისი ნებელობა გამოამჟღავნოს, ეს მისი სიჯიუტის ბრალი კი არ არის. უბრალოდ პატარა ინდივიდი ცდილობს გვაგრძნობინოს, თვალი აგვიხილოს, რომ ის არის ინდივიდი, რომ მასაც ისევე აქვს რაღაცების მონდომების ან პირიქით რაღაცაზე უარის თქმის უფლება, როგორც ჩვენ. და მნიშვნელოვანი არის, რომ პატარაობიდანვე თქვენ ახსენეთ პატარა ასაკი, აი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რატომ არის მე სკოლაში, რომ ბავშვებს უჭირთ რაღაც გადაწყვეტილებების მიღება, არჩევანის გაკეთება. იმიტომ რომ ჩვენ აი 6 წლამდე ისე მიყვავს ეს ბავშვები, აი ფოფინით, ბამბებში გაზრდით, რომ ფაქტობრივად ბავშვებმა არჩევანი რა არის, არიციან. ორი ვარიანტია, ან ძალიან უყურადღებო მშობელი არის და თქვათ, მოგეთ რასაც ეღირსება შვილი მისგან უნდა დაკმაყოფილდეს, ამით ან პირიქით, ნუ იმდენად თავზე აყრის ყველაფერს და იმდენად თვითონ იღებს მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს, რომ ბავშვმა არ იცის, როდის უნდა გააკეთოს არჩევანი. აი, ძალიან ელემენტარულია, თქვა 3 წლის ასაკში, თუ ჩვენ ბავშვს გითხავთ, რომ სუპი გინდა თუ ბორში, ხო? აი ხო ძალიან მარტივი რამე არა და თვითონ გადაწყვიტოს. ანუ ისეთი რამეები კი არა, მაგრამ დღეს შეჭამ თუ არა. თუ დობისაც და რაღაცნაირად დედას გონია რომ ამითი უკეთებს კარგს. ჯერთი ხო 3 წლის ბავშვმა ახლა თქვა 4 წლის ბავშვმა როგორ უნდა გადაწყვიტოს რაღაცა ხო? სიამოვნებაში აი რომელი წინდა გინდა ჩაიცვა? თქვა დღეს რა გინდა რომ ვითამაშოთ ჩვენ? აი ეს თუ ანუ ელემენტარული რაღაც აქ ცხადია იმაზე არ არის ლაპარაკი რომ დღეს შეჭამ თუ არა. ან თუ სიცივეა მოკლე სახელები ედგა ხო თუ ქურთუქჭა? არა რა თქმა უნდა. ანუ აქ არის იმ ტიპის გადაწყვეტილებებზე ლაპარაკი რომ ბავშვი მიეჩვიოს თვითონ აი მისი გადაწყვეტილების მიხედვით აი რაღაცა შეიძლება შეიცვალოს. ანუ ყველაფერი წინასწარ გათვლილი არ არის. ის იღებს თავისი ცხოვრების რაღაცა ეტაპების დაგეგმვაში მონაწილეობას. ახლა 3 წლის ბავშვის ცხოვრების ეტაპები ცოტა ხმამაღალია, მაგრამ მისთვის ეს მნიშვნელოვანია რა. და მე უკვე არის როდესაც იზრდება ბავშვი პირველ კლასში არის, ეს არის რაღაცა გარდამტეხი ეტაპი ხო სკოლაში რომ შემოდის ბავშვი და ყველა მშობელი ნერვიულობს რომ რას გააკეთებს ჩემ გარეშე და რას იზრდება. სინამდვილეში პატარა ინდივიდებს ძალიანაც უნდა დამოუკიდებლობა. თუ ჩვენ მათ მივუშვებთ და ამ დროს ყალიბდებიან ისინი პიროვნებებად. აი სკოლაში როდესაც შემოხავთ ბავშვი და მოდი აი ჩანთას მე შეგატანინებ, მოდი აი წიგნებს მე ამოგილაგებ, მოდი აი შენს ადგილამდე მიგაცია. შეიძლება ეს პირველ დღეს იყოს კარგი, როდესაც ბავშვისთვის ახალი გარემოა თქვა და უცხო, მაგრამ მე აი
გამერწმუნეთ. ეს არის დათვური სამსახური, იმიტომ რომ არაფერი არ უჭერს იმას თუ თვითონ მივა თავის ადგილამდე, თვითონ ამ პირიქით მისი სოციალიზაციისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თქვათ, მოდი მე დაგაბანინებ, ხო, ეუბნებიან რაღაცა, თქვათ, მე-6 კლასელ ბავშვს, მე-4 კლასელ ბავშვს, რომ აი შენ თავს ვერ ჩამოიბან. არაუშავს თუ ვერ ჩამოიბანს კარგად და არაუშავს თუ დილით, თქვათ, საუზმის გამზადების დროს კოპწიად გადასმული არ ექნება კარაგი პურზე. რას თორია თვითონ გააკეთებს ამას და თვითონ სწავლობს საკუთარი თავის მოვლას და პატრონობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა შედეგები დგება ხოლმე ასეთ შემთხვევაში, მაშინ როდესაც გაიზრდება და მაშინ როდესაც აღარ ეყოლება ამდენი ბებია, ბაბუა, რომლებიც ხელის გულზე ატარებენ და უცებ აღმოჩნდება რეალურად იცით რა, ძალიან უსუსურია. პირველი არის, რომ უსუსურია ძალიან და აი თქვათ, მამები ამბობენ ხშირად, რომ აი ჩემი გოგო პრინცესასავით უნდა გავზარდო რაღაცებს ამბობენ, მაგრამ სინამდვილეში სამყარო არ არის ესე მოწყობილი, რომ ადამიანები ერთმანეთს პრინცესებად აღიქვამდნენ და ასე ექცეოდნენ. ხო მართალია. რაღაცნაირად ტემპი არის იმდენად დაჩქარებული, რომ მან სწრაფად უნდა გააკეთოს არჩევანი, სწრაფად მიიღოს რაღაც გადაწყვეტილებები, რაღაცა მარცხებისთვის იყოს მზად ცხოვრებაში, ხო? და თუ ჩვენ ამას აი როგორ გითხრათ, პირიქით, აი კარგი კი არა და ნეიტრალური კი არ არის ეს, რომ ნუ რა ვქნათ ახლა ესეთი მშობელი. ეს არის სუდის აქციელი მშობლის მხრიდან, როდესაც აი თითქოს ჯინაზე უკეთებს ამას, რომ არიდებს ყველანაირად სამყაროს ნებისმიერ გამოწვევას და ხო დგება რაღაც მომენტი, როდესაც ეს ბავშვი რჩება მარტო, ხო? თქვათ იქ უნივერსიტეტში უწევს ყოფნა, შეიძლება საზღვარგარეთ წავიდეს სასწავლებლად, სამსახური აქვს და მოლოდინები მისი გარესამყაროს მიმართ არის სულ სხვაგვარი, რასაც მიაჩვიეს ის წლების მანძილზე ოჯახში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი, აი თუ დრო გვაქვს ვიტყვი ორი ტიპის მშობლები არსებობენ. ერთი არის ორივე თანაბარად, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში დამნაშავე არის ჩემთვის. ერთი უყურადღებო მშობელი, რომელიც თulis რომ თუ აჭმევს ბავშვს და ჩააცმევს, ამით ყველაფერი გაკეთებულია და მეტი ახლა რაზე არის ლაპარაკი, გაიზრდება და ისწავლის. ეს არის სასახად არასწორი პოზიცია, იმიტომ რომ პრინციპში მშობელს ევალება, რომ იყოს ხიდი, დამაკავშირებელი პირველი ხიდი ბავშვსა და გარესამყაროს შორის. და როგორიც იქნება ეს ხიდი, ისეთივე იქნება ბავშვის კავშირი სამყაროსთან. ამაზე დიდხანს არ შევჩერდები, იმიტომ რომ ნუ უყურადღებო მშობელი ყველამ ვიცით არა რას გულისხმობს, მაგრამ მეორე მხარე, ასე ვთქვათ, ამისი საპირისპირო მშობელი, ეს არის ასეც ეძახიან ხოლმე დედა ან მამა, უფრო დედა ვერტმფრენი, რომელიც მუდმივად თავს დასტრიალებს შვილს და ესე იგი, ახლა უკვე მობილურიც რომ არსებობს ეს ბავშვები კიდევ უფრო გაიტანჯენ, იმიტომ რომ ურეკავს დღეში 10 ჯერო, ხო ჭამე, ხო თბილად გაცვია, ხო სახლში შეხვედი, ხო გამოხვედი სახლიდან, ფანჯარა არ დატოვღია, ოდნავ სიო უბერავს და ნუ ასე შემდეგ. და ეს დედა ვერტმფრენი ვერ ვიტყვი, რომ აბა არ იზრუნოს, ეს ჯობია, არა. იმიტომ რომ ფაქტობრივად არ აძლევს ბავშვს ამოსუნთქვის საშუალებას და კიდევ ერთხელ ამბობ, გონია რომ უკეთებს კარგს, მაგრამ პირველი არ ენდობა. და მის ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ გონია რომ ის ვერ გააკეთებს კარგად. ანუ ნდობის ფაქტორი მშობელსა და შვილს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ არ ვენდეთ და რაღაც ეტაპზე არ მივუშვით, ხო? ჩვენ გავიხსენოთ როგორ ვისწავლეთ რაღაცების კეთება, ხო? რაღაცა შეცდომებზე ვისწავლეთ, ხო? 100 ჯერ გავაკეთეთ და გამოგვირა. თუ არ მივუშვით ეს ბავშვი ვერასდროს ვერ ისწავლეთ. მეორე ის რომ რაღაცნაირად საკუთარ სურვილებს თითქოს შეიძლება ხათ სულად გამოვიდეს, მაგრამ საკუთარ სურვილებს იკმაყოფილებს ამითი. აი თვითონ უკეთ გამოჭრის, თვითონ უკეთ გააკეთებს, თვითონ უფრო მალე და ლამაზად გამოუვა ეს ყველაფერი და ნუ სანამ ეს ბავშვი იზამს. ცხადია, პატარას სჭირდება უფრო მეტი დრო, რომ რაღაცა კარგად გააკეთოს და უფრო ნაკლებ ხარისხიანად გამოუვა ვიდრე მშობელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ უნდა მივუშვათ თვითონ საქმესთან. და მთავარი რაც არის, რომ მას ართმევს თავისუფლებას, არჩევანის უფლებას და ზოგადად უხეშად, ანუ ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი არა და ეს სხვა არის შვილიც, იმიტომ რომ შვილი არ არის ჩემი საკუთრება. მე რომ მინდოდა ბავშვობაში რომ მოცეკვავე გამოსულიყავი, მაგრამ ვერ ვიარე, ეს ბავშვი აუცილებლად არ უნდა შევიყვანო ცეკვაზე. მე რომ ჩავთვლი რომ უმაღლესი განათლება უნდა მიიღოს, აუცილებლად არა, იმიტომ რომ ვკითხო, იქნებ რაღაცა სხვა რამის კეთება უნდა, ხო? ანუ არჩევანის თავისუფლების წართმევა არის ძალიან მწვავე დანაშაული და შედეგი ძალიან მალე ჩანს. უნებისყოფო, უსუსური, მოყოყმანე და გადაწყვეტილების ვერ მიმღები ინდივიდიც არა, უფრო ალბათ მასის წევრი. აი ეს იქნება შედეგი. კიდევ განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც ბავშვი დედის ერთაა. და მე ჩემს მაგალითზე ვიტყვი, მაშინ როდესაც მასწავლებელმა გაიგო, რომ მე უმზადებდი საუზმეს, უკვე დიდი იყო და პრინციპში რაც ჩამოთვალეთ. ძალიან აცნობი სიტუაცია იყო. მასწავლებელმა მითხრა, რომ მე მგონი ჯობია, რომ ჯერ შენი აღზრდა დავიწყო და მე
გადახვიდე შენი შვილის აღზრდაზე. თუმცა ეს ყველაფერს ვაკეთებდი არა იმიტომ რომ თითქოს რაღაცნაირად მინდა მისი დაცვა გარე სამყაროსგან, მაგრამ მივხვდი რომ შეცდომა, იმიტომ რომ ბავშვი არის ძალიან დამოკიდებული ჩემზე და ეხლა პირიქით მჭირდება უფრო რაღაცა პორციებით ვაძლევ თავისუფლებას, რომ რაღაცნაირად ეს ჩემი დანაშაული გამოვასწორო. ანუ კიდევ უფრო მძაფრად არის ეს პრობლემა იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ერთია და უფრო მეტი მეთვალყურე ყავს და ასე ვთქვათ, პატრონი. ხო, სახიფათოს ხდება ეს ერთგვარად, იმიტომ რომ ერთი რომ ბავშვის სოციალიზაციას ახდენს ერთგვარად ეს ოჯახში ბევრი მისი ტოლი არა და თუ არ არის შესაბამისად ბავშვი იქცევა ისე ვთქვათ იღებს იმ მანერებს, ქცევებს, როგორც იქცევიან უფროსები. ამიტომ ძალიან სახიფათო არის ეს, აი რაღაცა ერთ ბავშვზე ალყაში შემორტყმა ამ ბავშვის ასე ვთქვათ და აი ბებო როგორც ფიქრობს, იქ ბებიები ბიძები, დედა და მამა თავისთავად, ხო, აი, ყველა რო დაფოფინებს ამ ბავშვს, ფაქტობრივად ამ ბავშვს ამოსასუნთქი სივრცე აღარ რჩება. სადაც შეუძლია თუნდაც რაღაცა დააშავოს. ხო? აი, არ უნდა დღეს რაღაცის გაკეთება და უნდა რომ მთელი დღე აჭყაპუნოს, თქვათ რაღაცა მდინარეში ფეხები, ხო? ანუ პატარა აი არ გაცივდე, მოდი აი ეგრევე მდინარესთან პირსახოცით დახვდება ვიღაცა, ხო? თქვათ აი რაღაცა ჩაი ასე მოურიე რა. გასაგებია ეს, არავინ არ საუბრობს იმაზე, არ მინდა თქვენ მოსვენელმა ისე გაიგოს, რომ ბავშვს ყველაფერი არ უნდა ვასწავლოთ და რაღაცნაირად აბა თავის ნებაზე გაიზარდოს და აბა მივუშვათ და ამდენი საფრთხე როცა. რა თქმა უნდა არა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩვენი ყურადღებით, ჩვენი ზრუნვით შემაწუხებელნი მისთვის და რაც მთავარია, მისი განვითარების შემაფერხებელნი. ეს ერთგვარად არის, აი ვთქვათ, მე მქონდა ჩემი სასწავლო პრაქტიკიდან ასეთი შემთხვევა, ბანაკში მიყვავდა ბავშვები, მეოთხე კლასელები და ცხადია ყველას უხარო და ერთად მიდიოდნენ და ძალიან უხარო და წამოსვლა მივყვებოდი მე კლასის დამრიგებელი, მიყვებოდა ექიმი, დაცვა, მოკლედ ცხადია რომ უსაფრთხოება იყო აბსოლუტურად დაცული და ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა თქვა რომ იცი რა, ჩემ გარეშე ერთი დღეც არ ძინებიაო და ვერაფრით ვერ გამოვუშვებო. აი ვერ წარმომიდგენიაო რომ როგორ უნდა დაიძინოს ჩემ გარეშეო და არ წამოვიდა ის ბავშვი მე მიხვდა იმის რომ მთელი მისი კლასი მოდიოდა და ეხვეწებოდნენ დედამისს და ანუ ჩემი აზრით ეს არის ეგოიზმი. ანუ სიყვარული, რომელიც რომ მოხსნათ ეს სიყვარულის საფარველი რაღაცნაირად და წარე არის ეს სიმართლე ნამდვილად, მაგრამ რომ შევხედოთ თვალებში, ეს არის ეგოიზმი, რომ მე ვერ წარმომიდგენია როგორ აბა წარმოვიდგინოთ ერთი წამი, იქნებ დაიძინოს ამ ბავშვმა, იქნებ შეძლოს. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვაბარებთ ამ ბავშვს, თქვათ, მასწავლებელს, ხო და ვენდობით მას, თუ რაღაცა პრობლემა იქნება, ის დაგვიკავშირდება, ხო, თუ რაღაც იქნება თვითონ ბავშვსაც რომ იქნება პრობლემა, ანუ ეს უნდა ვასწავლოთ ჩვენ, რომ ჩვენ უნდა ვუთხრათ მას, რომ თუ მე საჭირო ვარ, მე ვარ ახლოს და ჩვენი ნდობა, ასე ვთქვათ, გავუღვივოთ უფრო მეტად, თორე თუ ბავშვმა იცის, რომ აი, ვთქვათ, თუ თითი გაეჭრა, მე ამაზე გადავირევი და იმდეს ვინერვიულებ, რომ შეიძლება რაღაც ავადმყოფოში დავიყვანო, ამის გამო დამერწმუნეთ, რომ უფრო მეტად დამალავს, ვიდრე გულწრფელად იტყვის რამეს. სანამ პატარა არის, ეს იქნება ეს მოწეპებულობა და დედა, ვთქვათ, ხიჭვი შემეწოდა, ხო არ მოუკვდები და რადგან ჩვენ ესეთი მზაფრი რეაქცია გვაქვს, მაგრამ მე როგორც კი უკვე გაიზრდება და მიხვდება, რომ სხვა მშობლები ასე არ ექცევიან შვილებს, ხო? მიხვდება, რომ იმდენად შემაწუხებელი არის ეს მშობლის რაღაცა გადაჭარბება ვერტმფრენივი თავზე ტრიალი მუდმივად რომ ეცდება რომ დამალოს და არც ერთი მშობლის სურვილი არ არის ის რომ ბავშვი მას რაღაცას უმალავდეს. ამიტომ მე მგონია რომ არასწორა ეს ზრუნვა, ეს სიყვარულიც ასე ვთქვათ, არასწორად არის მიმართული, გადაჭარბებულია და იზრდება უკვე ეგოიზმში. აი მე რომ შვიდად ვიყო, მე რომ არ ვინერვიულო, შენ ტელეფონს უნდა უპასუხო როგორც კი სკოლიდან გამოხვალ. ნუ შეიძლება ჩანთაში უდევს, შეიძლება ვიღაცას ესაუბრება ამ დროს, ხო? შეიძლება დაუჯდა და გაეთიშა. ნუ შობელი დაურეკავს მეზობლებს, დაურეკავს მასწავლებელს, დირექტორს, ხო? ყველა კლასელს, ყველა კლასელის დედას. ანუ ჩვენი სიმშვიდისთვის ვაკეთებთ ამას, თუ არ ვუშვებთ. ნუ ისე რომ ვთქვათ, ცხადია რომ ბავშვის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ის რომ უსაფრთხოდ არის, მე ვარ მშვიდად. ცოტა უნდა მივუშვათ და მზად ვიყოთ იმ ანუ უფრო ფხიზლად ვიყოთ, რომ რა შეიძლება მოხდეს ამ მიშვებას და იმ რისკებისთვის ვიყოთ მზად, ვიდრე ის რომ ოთახიდან არ გამოვუშვათ. რა თქმა უნდა, თუ ოთახიდან არ გამოვუშვათ, რისკი არის ნაკლები, რომ რამე დაემართოს, მაგრამ მეორე მხრივ რისკი არის უფრო დიდი, რომ სამყაროს გამოწვევებს აბსოლუტურად მოუმზადებელი დახვდეს. ხვდებით კიდევ ერთი ტიპის მშობლებს, რომლებიც ყველაფრის უფლებას აძლევენ ბავშვებს და შევხვედრილ ვარ ასეთ ბავშვებსაც, რომლებიც სრულიად გაუსაწლისია მოკეთ ამ ბავშვების გარემოცვაში ყოფნა, იმიტომ რომ ნუ უკვე გადადის ეს ყველაფერი უზრდელობაში. ესეც პრობლემაა, ყველაფრის უფლების მიცემა.
კი, ნამდვილად ესეც არის პრობლემა, ეს რაღაცა. ზღვარის დაჭერა გვიჭირს მშობლებს. ძალიან რთულია. ესეც არის, როგორც ჩვენი დღევანდელი საუბრიდანაც იკვეთება და არა მარტო ჩვენი საუბრიდან ზოგადად კვლევებით ცხადყოფს ამას. მშობლებმა თლად ზუსტად არიციან, არა მარტო საქართველოში, მაგრამ მოდი ჩვენ საქართველოს კონტექსტზე ვისაუბროთ ამჯერად, არიციან როგორ ჩაერიონ სწორად შვილის ცხოვრებაში. ანუ რა დოზით უნდა ჩაერიონ. კარგია რომ ეს შემთხვევა ახსენეთ, ნაწილი მშობლებისა მიიჩნევს, რომ ჩემი მოვალეობა არის, რომ შვილს ყველაფერი შეუსრულო, განსაკუთრებით თუ დედის ერთაა, რომ არ უნდა დავუშალო, იმიტომ რომ ეს მას დააკომპლექსებს. ცხადია წნეხი და აკრძალვები ბავშვს აკომპლექსებს. ნამდვილად, მაგრამ მეორე მხრივ, ესეც რაღაც მეორე უკიდურესობა არის, რომ თუ ბავშვს ყველაფრის უფლება აქვს, ისევ იმავე თემასთან მივდივართ, რომ სამყაროში მას არ მისცემს ყველაფრის კეთების უფლებას. ესეც იგივე არის, რომ თუ მისთვის ყველაფერი დაშვებულია, რაღაც ეტაპზე დადგება დრო, როდესაც არ არის მისთვის დაშვებული ყველაფერი და ეს ბავშვი არ იქნება მზად ამისთვის, ხო? ანუ ყველაზე მთავარი რამ არის და ძაღლის თავის პრინციპში აქ არის დამარხული, რომ თუ აღვიქვამთ მას ინდივიდად, როგორც ახლა თქვენ რომ მე რაღაცა შეკითხვას მისვამთ, ხო? მე გპასუხობთ თქვენ და ვცდილობ რომ ავხსნა ჩემი დამოკიდებულება. ასევე არის პატარა ადამიანის მიმართ. არა აქვს აქ ასაკს მნიშვნელობა. თუ მე ვეუბნები რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ ახლა, აუცილებლად უნდა ავუხსნა რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს. ბავშვს კაი, ნუ შემჭამე რამდენი რატომ უნდა მკითხო, ხო? აი დეფიციტიც არის და პრობლემაც მოსმენის და კომუნიკაციის. აი ბავშვთან შემოიფარგლებიან. უკვე თინეიჯერობის ასაკში უკვე ხვდებიან მშობლები, იმიტომ რომ ბავშვები აღარ უყვებიან და ხო და მაგრამ უკვე არის დაგვიანებული. ხო, არის დაგვიანებული. იმიტომ რომ ის კარი, რომელიც ის გულწრფელობის კარი, რომელიც ასე ფართოდ არის ღია და ჩვენ გონია რომ სულ ასე იქნება, ძალიან მალე იხშობა. და ერთი საუკეთესო შემთხვევაა თუ იხშობა ისე რომ არაფერს არ აზიანებს. მაგრამ ძალიან ხშირი შემთხვევა არის რომ აი ამ გულჩაკეტილობით, თქვათ რაღაცა თქვათ გულახდილობის დაკარგვით რაღაცა ცუდი შედეგებით მოსდევს ამას და მშობელი ამბობს რომ რა გამომეპარავ, თქვათ, ხო? როდის აი მაშინ როდესაც არ უსმენდით ჩვენ შვილს, აი მაშინ როდესაც არ ველაპარაკებოდით, თქვათ, ან შემოვიფარგლებოდით რაღაცა მარტივი ფრაზებით, რომ წავედით ჭამე, რამდენჯერ გითხრა, ხო? აი იმპერატივში ნათქვამი ფრაზები, აი მაშინ როდესაც ნერვებმოშილს კარგად მოგვიჩეჩავს, შეიძლება 1-2 და თან ღირსი იყო, დაგვიყოლებია, ხო? და სანამ ბოდიშს არ მოგვიხდი დაცრემლებით, ან რა ვიცი, რაღაცნაირად არ გამოასწორებდა თავის დანაშაულს, არ ველაპარაკებოდით, ან პირიქით, აი მაშინ როდესაც გვეგონა რომ ჩემი შვილია და ყველაფერი უნდა შეუსრულო და დანარჩენი მე ის როგორ ვითარდება, არ მაინტერესებს. ვუყიდო ყველაზე ძვირფასი ჩანთა, ყველაზე ძვირფასი თოჯინა, თქვათ, ყველაზე ძვირფასი ტანსაცმელი და მივცე თავის თანატოლებთან ამით თავის დამკვიდრების უფლება. ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე არის ცალსახა შეცდომა, იმიტომ რომ ამით კიდევ ერთხელ ამბობ, ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ ჩვენი შვილის მოხდეს ინდივიდად ჩამოყალიბება და მისი რეალიზაცია სწორი ჯანსაღი დამკვიდრება სოციუმში. არც ერთი ზემოჩამოთვლილი ამას ხელს არ უწყობს, პირიქით, ხელს უშლის. კიდევ ერთი საკმაოდ მძიმე პრობლემა, არაერთი კვლევა ჩატარებულა ბავშვის აღზრდის შესახებ და ამ კვლევაში, თითქმის ყველა კვლევაში, მშობლების საკმაოდ დიდი პროცენტი თვლის, რომ აუცილებელია ბავშვის აღზრდაში, ანუ ძალადობრივი მეთოდებიც, იმიტომ რომ სხვანაირად ბავშვი ვერ გაიგებს საუბრით და აუცილებელია მისი დასჯაყურის აწევა, მოჩეჩვა, ზოგჯერ ცემაც კი. შედეგი არის, რომ ისევ შეიძლება ბავშვი ჩამოყალიბდეს მოძალადეთ. მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვი ვერ გაიგებს, თუ მას არ ჩადავარტყით. ხო, ეს იმდენად წვავეთ დგას ეს პრობლემა, რომ აქამდე მეგონა რაღაცნაირად მარტო მშობლებში იდგა ეს. თუმცა, როდესაც მე ერთხელ საკლასო ოთახში კითხვა დავსვი, რომ როგორ უნდა გააგებინო ბავშვს, მე-4 კლასელებთან დავსვი ეს შეკითხვა, როგორ უნდა გააგებინო ბავშვს, რომ რაღაცას აკეთებს არასწორად. თქვათ, ერთხელ მიუთითე. ნუ რამდენიმე თქვა, რომ სიტყვიერად უნდა უთხრა, აუცილებლად უნდა აუხსნა და გაიგებს. ერთ-ერთი ბიჭუნა, რომელიც 45 წუთის მანძილზე იმეორებდა ამ მოსაზრებას და ისევ დარჩა იმ აზრზე, ის ამბობდა, რომ უნდა ცემო.
და მე ვთქვი რომ აი შენ რო გცემან მოგეწონება, იმიტომ რომ რაღაც პირადი მაგალითი უფრო ის არის, შეიძლება ზოგადად ესე მსჯელობდეს, რომ თუ ცუდად იქცევა უნდა სევა, მაგრამ თავის თავზე არ მოეწონოს და ვიფიქრე იქნება ამ ხერხით უფრო დავაფიქრო მეთქი და მან ესე თქვა რომ ერთხელ მითხრას სიტყვიერად, მაგრამ თუ მე ვერ გავიგებ, ესე იგი არა ვარ მე მზად იმისთვის რომ გავიგო, ან ვერ ვიმახსოვრებ, ან უყურადღებოთ ვარ ამ საკითხის მიმართ, მცემოს და დამამახსოვრდება, მწარედ. ანუ აქ ან შეიძლება ვერ გავიგოთ, უბრალოდ გვემახსოვრება რომ ესე არ უნდა მოვიქცეთ. კი, ანუ ეს არის რაღაც ცხოველის დონეზე ინსტინქტი, არა, რაღაც რეფლექსი, რომ მე თუ ამას გავაკეთებ, ეს მომელის. აქ ცხადია კრიტიკულ აზროვნებასთან საერთოდ ზედმეტია კრიტიკულ აზროვნებაზე საუბარი და ხო, ორი ვარიანტია. პრინციპში ეს არის რაღაცნაირად დამახინჯებული ბავშვობის შედეგი. ის მშობლები, რომლებიც ცდილობენ რომ ძალადობით და არავინ არ თქვას რომ უხეში საუბარი და ყურის აფხრეწვა არ არის ძალადობა. ესეც არის ძალადობა ბავშვზე. ეხლა თქვენ შეიძლება დანით არ გამოეკიდოს არავინ, ხო, რომელიმე მშობელი და არ დაასისხლიანოს ბავშვი, მაგრამ აი უხეში საუბარი, ძალადობა მოეთრიე, ხო, აი ამ ტიპის ფრაზებით, ინტონაციებით, ამ ტიპის ინტონაციებით საუბარი ბავშვმა მოჩეჩვა, ვთქვათ, რაღაცა, ხო, თმის ან ყურის. ესეც არის ჩვეულებრივი ძალადობა პატარა ადამიანს, რომელიც იცი რომ ვერ გაგიმკლავდება და რაღაცნაირად ცოტა ასე ვთქვათ, თამამად ხარ რა. შეიძლება ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ასეა. ეს ძალადობა არის იმის შედეგი, რომ ერთი რომ მშობლებს ჰქონდათ მძიმე ბავშვობა, თვითონ გაიზარდნენ ასე და ძალიან ხშირად მომისმენია რომ აი მე რო წამომარტყავდა მამა ჩემი ან მე რო დედა ჩემი თვალებს გადმომიბრიალებდა მას შემდეგ რა ხო თქვენ რომ გადმოგიბრიალებდათ ეს იყო ცუდი და ეს იყო შეცდომა ნუ გავიმეორებთ იმავე შეცდომებს ბავშვებზე თუ ჩვენ გვინდა რომ ესენი იყვნენ 21 საუკუნის კრიტიკულად მოაზროვნე სამოქალაქო საზოგადოების წევრები ნუ გავიმეორებთ იმავე შეცდომებს და მეორე კიდევ რომ განათლების დეფიციტი მე არ გულისხმობ იმას რომ შეიძლება ასეთი მამა ან დედა იყოს კარგი ფიზიკოსი, კარგი მოცეკვავე, კარგი ინჟინერი და ასე შემდეგ. მე გულისხმობ იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს განათლება ამ მიმართულებით. ფაქტობრივად საქართველოში არსებობს მშობელთა სკოლა, ლიტერატურაც ქართულ ენაზე. არის ძალიან ცოტა, როგორ მოვექცეთ ჩვენს შვილებს და იმოდი ვთქვათ, რომ ინტერესიც არის ძალიან დაბალი, თორე ალბათ იარსებებდა, ხო, რომ იყოს ინტერესი მაღალი. ანუ ჩვენ არ ვიცით ცემის გარდა, ანუ ერთხელ ხო ვუთხარი რომ მოდი და ჭამე და არ მოვიდა და უნდა ვუყვირო მე ან დავარტყა მაგიდაზე მუშტი ხო ეს ფორმა არ გამოდგება ინდივიდთან საკომუნიკაციოდ. არც ერთ ინდივიდთან, მით უმეტეს თუ ეს ბავშვი არის ჩვენი შვილი. შედეგად იქნება მოგვიტრიალდება ძალიან მწარედ, მას ჩვენი შვილი გახდება მასის წევრი, რომელსაც ესმის, აი ძალიან ხშირად მინახავს, რომ სანამ ბევრ მასწავლებელს უთქვამს, რომ კაცო, აი რანაირი ბავშვები არიან, სანამ არ ვიყვირებ, არ ჩერდებიან, რო ვიყვირებ, ჩერდებიან. ეს იმიტომ, რომ ჩვენ მივაჩვიეთ ამ ტიპის კომუნიკაციას. ჩვენ გაბრაზებას გამოხატავთ ყვირილით და ჩვენ რომ ყვირით, ის ხვდება, რომ ჩვენ გავბრაზდით. ამიტომაც ჩუმდება. თუ ჩვენ სხვა რამით მივანიშნებთ, რომ ეს მისი ეს ქმედება ჩვენ არ მოგწონს, იმას რეაქცია ექნება ჩვენს რითაც მივანიშნებთ იმაზე, ხო? ძალიან მარტივი რამე არა. ზოგს სახეზე ეტყობა, რომ აი დიდი ადამიანების ურთიერთობაშია. სახეზე ეტყობა, რომ გაბრაზდა და ჩვენ მას ვერ იდებით. ასევე არის პატარა ადამიანის, რომელიც არის გაცილებით ფრთხილი და დაკვირვებული და ეგრევე ხვდება განწყობის შეცვლასაც და ინტონაციასაც. თუ ჩვენ მივაჩვევთ, რომ მუშტს რომ დავარტყავ და დავიღრიალებ, შენ უნდა გაჩერდე და ამას ხომ იმისთვის ვაკეთებ, რომ გავაჩერო. ის სხვა დროსაც ასე გაჩერდება, მაგრამ რაღაც მომენტის მერე ის მიეჩვევა ამ ჩვენს, ანუ ჩვევაში გადაუვა უკვე ის, რომ ეხა ეს დაიყვირებს და რა მოხდა მერე, ხო? ამიტომაც კომუნიკაციის ეს ფორმა და რაღაცნაირად ჩვენი, ასე ვთქვათ, დამყარება ზეგავლენის მოხდენა ბავშვზე ამ ფორმით ძალადობით არის კატეგორიულად მიუღებელი და ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთი რომ ჩვენს შვილს ვუკეთებთ ძალიან სულს და მეორე საზოგადოებას, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოების წევრს ვზრდით. და ჩვენ ვიქნებით ამ დაშავე იმაში, რომ მე რომ ამბობთ ხოლმე ერთი 20 წლის მერე, როდესაც ის უკვე სრულწლოვანი იქნება, საიდან მოვიდა ესეთი თაობა, ხო? ჩვენგან მოვიდა. ჩვენი შეცდომების ناقოფი არის ესეთი თაობა და ესეთი საზოგადოება. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხაროდ, მოკლე რეზუმე რო გავაკეთოთ, პრინციპში პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ აღვიქვათ ბავშვები პატარაობიდანვე სრულფასოვან ინდივიდებად. ეს არის მე მგონი ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ვერ ვაცნობიერებთ მშობლები, მე ჩემ თავზე ვიტყვი, რომ ახლა ხანს დავიწყე მოკლედ მეცადინეობა ბავშვთან ურთიერთობაში. დიდი მადლობა თათა. მადლობა მოწვევისთვის. მე მსმენელს ხვალამდე მემშვიდობები ნახვამდის.
ქალაქი ამბობს, რადიო ქალაქზე.